სიტყვაზე ან სადღაც ნებისმიერ ეკლესიაში ან ეპარქიაში. რატო არის დაშვებული, რომ არიან ეგეთ? იცით რა, საერთოდ მე ესე ვფიქრობ, რომ ყოველთვის აი რაც არ უნდა ხდებოდეს, რასაგანზეც არ უნდა ლაპარაკობდეთ, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში შევთანხმდეთ შეფასების კრიტერიუმებს. რა კრიტერიუმებით ვაფასებთ მოვლენას, თუნდაც ადამიანს, ხო? ხო და ეხლა ჩვენ ეს გამები გავიხსენეთ, როდესაც პატრიარქი გახდა მაშინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რა ვითარება იყო და აი მე ძალიან ბევრი რამე მაშინდელი მახსოვს და მაშინ ვისწავლე ბევრი რამე და აი მაგალითად აი რაც შეეხება ამ თქვენ შეკითხვას. მე ესეთი რამ მახსოვს, რომ როდესაც დავიწყე ეკლესიაში სიარული, ერთ-ერთი სადაც მოვხდი, ეს არის გალობის გაკვეთილებზე. ხო და საერთოდ ქრისტიანმა გალობა აუცილებლად უნდა იცოდეს, მიუხედავად იმისა, სმენა აქვს თუ არა აქვს, გალობა ეს არის ლოცვა, ლოცვის ფორმა არის და შესაბამისად გალობა უნდა შეისწავლოს და არჩეულებრივი მასწავლებელი ყავდა ლია სალაყაია, ეხლა ასეთი ადამიანი ფაქტურად მთელ საქართველოში თუ სადმე გალობაა, მგონი მის დამსახურება აი მათ შორის. ხო და აი ამ გალობაზე რომ დავიწყეთ სიარული, ძალიან ბევრ საკითხებზე საუბრობდით ხოლმე, ეს ჩემთვისაც ახალი იყო ეკლესიაში, შევადგი ფეხი ესე რომ ვთქვათ. და იცით რა საინტერესო რაღაცა მითხრეს ამ გალობას რაც შეეხება, რომ თუ შენ არ გალობ ტაძარში, აი თუ არ აყვებ, აი ტაძარში გახარ წარმოიდგინეთ ღვთისმსახურებას, ხო? და გუნდი გალობს. აი თუ შენ მხოლოდ ხარ მსმენელის როლში, შენ აუცილებლად ნამაის თუ მუსიკალური ან სმენა გაქვს განათლება რაღაცა, არა თუ არ მონაწილეობ, აფასებ ამას და ამბობ რომ აი ეს რაღაც უდათი გალობა, ეხა ამან აჩქარა, ეხა ის რაღაცა ყალბი ბგერა გაუშვა და შენს ყურს ხვდება დაშვებული შეცდომები. ან თუნდაც კარგი შეფასებაც რო გააკეთო, ეს არის გარედან გაკეთებული შეფასება. მაგრამ თუ შენ მაგალითად თუ ისე მოხდა რომ გუნდის წევრი ხარ, ან არა ხარ გუნდის წევრი, მაგრამ შენც აყვები ამ გალობას, რაც საერთოდ ადრე ეკლესიაში ესე გუნდი გალობდა, იმიტომ რომ ყველას ეგალობა, გუნდი გალობდა, შენ ჩუმად გალობდი შენც. როგორც კი შენ იწყებ მონაწილეობას ამაში, ეს შეფასებები გავიწყდება და თუ რაღაცა ისე არ არის, გტკივა გაწოხებს შენ თვითონ. და იმას ფიქრობ როგორ გამოასწორო. ესე იგი მე იმის თქმა მინდა რომ როცა შევს ლაპარაკობ თუნდაც სასულიერო პირებზე და ვამბობთ რომ ღირსეული სასულიერო პირია თუ უღირსი, ანუ ღირსეულად იქცევა თუ უღირსად იქცევა, ესე რომ ვთქვათ, ხო? მე მინდა გითხრათ რომ მე პირადად თუ დამიჯერებთ, არ შემხვედრია სასულიერო პირი, რომელსაც რაღაცა განსაკუთრებული, აი სასულიერო, თუ აი შემთხვევით როგორ შეიძლება გახდეს და თუ არის სასულიერო პირი, აი მე სხვა შორის კითხვა, ეხლა კი არ გამჩენია, რასაც თქვენ ამბობთ. როდესაც მოვედი ეკლესიაში, ჩემს ყურს ხო ძალიან ბევრი რამე ესმოდა მაშინაც. და მაშინ ხო ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა იძახდნენ რომ კომუნისტები აგზავნიან ეკლესიაში დისკრედიტაციისთვის. საგანგებოდ ისეთ სასულიერო ისეთ ადამიანებს რომ ისა აყოთ როგორ ხდება ეს ახლა დღემდე არ მესმის ვთქვათ, მაგრამ ნუ თქვათ შემოაგზავნიან რომ ცუდად მოიქცეს რომ მე ეკლესიას სახელი გაუტეხოს. ხო და აი მე რაღაცნაირად მაშინ რომ მოვედი, ფიქრობდი რომ ვინ არის შემოგზავნილი, აი ეს არის თქვათ ადამიანებზე და აი ვინც შეიძლება მეგონა რომ ყოველ ნამდვილად ეს იყო, აი ამ ადამიანთან ცოტა ახლოს რომ მივსვარ და გამიცნია, მე არ შემხედრია ჯერ ადამიანსაც რაღაცა განსაკუთრებული ღირსება არ კონდეს სასულიერო პირს გდელს და გდელთაურს მით უმეტეს. აი რაღაცით განსაკუთრებული ეს ადამიანები ყოველთვის. რაღაც მაინც გააჩნია, იმიტომ რომ ღმერთს არ შეეხება ცოდვებს, მე მინდა აი ღვთის წინაშე და თქვენ წინაშე თქვა რომ მეც ცოდვილი ადამიანი ვარ. თქვენ რომ ჩემი პირადი ცოდვები გაიგოთ არ მოგეწონებათ და საერთოდ შეიძლება აღარ მოგიდეთ ჩემთან ურთიერთობა. ადამიანი ვარ და ვცოდავ, რას ვიზამთ, ესეა. ოღონდ ჩემი ცოდვები ეკლესიის სიწმინდეს ვერაფერს ვერ დააკლებს. ამის თქმა მინდა, მაგრამ ეხლა ისე საკითხს რომ მიუბრუნდეთ. აი ვიღაცა უღირსად იქცევა ვიღაცა. ესე იგი, ვინ აკეთებს ამ შეფასებას? თუ ეს შეფასება, როგორც დღეს ხშირად ვხედავ ჩვენ, მაგალითად ტელევიზიის ეკრანიდან, საზოგადოებაში, ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც არ არის თვითონ არ განიცდით. მე ერთხელ მქონდა ესეთ პარლამენტში ვიყავი ადრე მისული სტუმრად და რაღაცა და ერთმა ადამიანმა მკითხა, რომ აი მეუფე, აბა გითხარით ერთი რა ხდება ეკლესიაში. და დავიბერდი უცებ რას მეკითხე მომთქი. თქვენ მეთქი ვიმბრძანდებით, მაინტერესებს. თქვენ ეკლესიის შიგნიდან მეკითხებით ამას თუ გარედან.
თქვენ ხართ, თქვენ ეკლესია თქვენთვის რა შემატკივარი ხო, ვინა ხართ, ხო? ეკლესია რა არის? აი ჯერ ეს მითხარით მეთქი. ეკლესია თქვენ მგონიათ სასულიერო პირების ერთობაა ეკლესია თუ რა არის? ეკლესია ეს არის საზოგადოება, რომლის მე თავი არის ქრისტე და თქვენ ხართ ამ საზოგადოების წევრი თუ არა ხართ?